ვიქტორ ორბანმა უნგრულ მედიას აღსარება ჩააბარა. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ასეთი სახის იყო ის ინტერვიუ, რომელიც თანამედროვე ევროპული პოლიტიკის ყველაზე ხანგრძლივმა ლიდერმა მედიას მისცა. რაც თავიდანვე უნდა აღინიშნოს, არის ის ფრთხილი გულახდილობა, რაც ორბანმა მთელი ინტერვიუს განმავლობაში შეინარჩუნა. მან დაუფარავად აღიარა, რომ არჩევნების შედეგი იყო აშკარა მარცხი და მიუთითა 800,000 ხმიან სხვაობაზე ეგრეთ წოდებულ ეროვნულ ბანაკსა და ოპოზიციას შორის. მან განმარტა, რომ მისი კამპანია ფუნდამენტურად აგებული იყო ამომრჩეველთა აქტივობის არასწორ პროგნოზზე, რომელმაც ვერ გაითვალისწინა საპროტესტო ამომრჩევლების მასიური მozღავება. ორბანმა განაცხადა, რომ ის პოლიტიკური ეპოქა, რომელიც შექმნა, დასრულდა. და ეს ციფრებმა ცხადყო. ლიდერმა დამდგარ შედეგებზე პასუხისმგებლობა 100%-ით საკუთარ თავზე აიღო. თქვა, რომ მარცხის შემდეგ დიდ ტკივილსა და სიცარიელის გრძნობს და დაასკვნა, რომ მემარჯვენე საზოგადოება ამჟამინდელი ფორმით არსებობას ვეღარ გააგრძელებს. რაც შეეხება დამარცხების მასშტაბებს, ციფრები აქ ყველაფერს ამბობენ. ეს არის აშკარა მარცხი. ეროვნულმა მხარემ, ანუ ჩვენ მივიღეთ 2,300,000 ხმა, ხოლო ოპონენტმა 3,100,000 ხმა. ჩვენ გვსურდა 3 მილიონი ხმის მიღება, რათა გვქონოდა საკმარისი ძალა ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების გადასაჭრელად, მაგრამ რეალობა ესაა. დამარცხების მასშტაბი დიდია. რაც შეეხება შედეგებს, ეს უფრო მეტია ვიდრე მხოლოდ ერთი ან ორი პოზიციის შეცვლა. ჩვენ ვართ სიტუაციაში, როდესაც მემარჯვენე საზოგადოება ძველი ფორმით არსებობას ვეღარ გააგრძელებს. საჭიროა სრული განახლება, რადგან პოლიტიკური ეპოქა დასრულდა. თუ რატომ დასრულდა მისი პოლიტიკური ეპოქა? ამაზე საუბრისაგან ორბანი თავს ნამდვილად არიკავებს და ინტერვიუში კონკრეტულ სერიოზულ სამთავრობო ჩავარდნებზე საუბრობს. მათ შორის უმთავრესად ქვეყნის ლიდერი პაკშ 2-ის ატომური სადგურის მშენებლობის შეფერხებას ასახელებს. იმ შეფერხებას, რამაც მისი შეფასებით ეკონომიკა მოწყვლადი გახადა. მან ასევე პირდაპირ ისაუბრა პოლიტიკურ ელიტაში არსებული ფუფუნების პრობლემაზე. ორბანმა აღიარა, რომ გარკვეული ფიგურების მდიდრულმა ცხოვრების წესმა კონკურენტებს სათქმელი გაუჩინა და გადამწყვეტი როლიც კი ითამაშა მარცხში. თუმცა იქვე აღნიშნა, რომ თავად სძულდა კორუფცია და რომ სცოდნოდა არასდროს გააჭაჭანებდა მის გარშემო. მისი თქმით, მდიდარი ადამიანებისაგან ყოველთვის მოითხოვდა კანონის მკაცრ დაცვას და სამუშაო ადგილების შექმნას. რომ ვისაუბროთ ჩვენს შეცდომებზე, ერთ-ერთი უდავოდ პაკშ 2-ის პროექტის დაუსრულებლობა იყო. ის ბევრად უფრო სწრაფად უნდა აშენებულიყო. ჩვენ რომ მისი უფრო სწრაფად აგება შეგვძლებოდა, მაშინ უნგრეთის ეკონომიკა დღეს გაცილებით იოლ მდგომარეობაში იქნებოდა, რადგან მეტი ენერგია გვექნებოდა და ის უფრო იაფიც იქნებოდა. ის ფაქტი, რომ ეს პროცესი ასე გაიწელა და ვერ დავასრულეთ, მიმაჩნია სერიოზულ სამთავრობო ჩავარდნად. რაც შეეხება კორუფციას, უდავოა, რომ ვიღაცების ფუფუნებაში ცხოვრებამ თავისი როლი ითამაშა არჩევნების შედეგებზე. ეს ჩემთვის ყოველთვის მიუღებელი იყო. ჩემი პოზიცია ნათელია, არასოდეს შევგვები ვარ არანაირ კორუფციას. თუ შეჯამება ჰქვია, ერქვასო შეჯამება, მიიჩნია ორბანმა და ინტერვიუში თავისი განვლილი მოღვაწეობის მიღწევებზეც ისაუბრა. მან 16 წლიანი მმართველობის არაერთ ეტაპს უწოდა ეპოქალური. ისაუბრა კომუნალური გადასახადების შემცირებაზე, საგადასახადო შეღავათებზე ბავშვების რაოდენობის მიხედვით და შეღავათიან სესხებზე სახლის შეძენის მსურველთათვის. მოკლედ პრობლემებზე, რომლებითაც მან მილიონობით ადამიანს დაუმტკიცა, თუ რა ფასეულობებზე იდგა და დგას ის. მან აღნიშნა, რომ დამარცხების მიუხედავად მისი მხარდამჭერები უნდა ამაყობდნენ იმ მიღწევებით, რომლებიც ორბანის მთავრობაში მოსვლამდე არ არსებობდა. თქვენ ხმა მიეცით პოლიტიკურ ძალასა და პროგრამას, რომელმაც დაამტკიცა საკუთარი თავი და შექმნა ძალიან სერიოზული მიღწევები უნგრეთისათვის. და ბევრ ეროვნულად განწყობილ მემარჯვენე ადამიანს ეამაყებოდეს ყველაფერი, რასაც ბოლო 16 წლის განმავლობაში მივაღწიეთ. კომუნალური გადასახადების შემცირებიდან და ოჯახების მხარდაჭერიდან დაწყებული, ახალგაზრდებისთვის საცხოვრებლის უზრუნველყოფითა და იპოთეკურ სესხებზე შეღავათებით დასრულებული. ჩვენს ამომრჩევლებს აქვთ ამით სიამაყი საფუძველი და მათ უნდა იცოდნენ, რომ თუ ეს მიღწევები განადგურების საფრთხის წინაშე დადგება, ჩვენ მათ დავიცავთ. ორბანმა ისაუბრა წარსულზეც და ისაუბრა მომავალზეც. ინტერვიუს დასასრულს მან გამოკვეთა ფიდესის ტრანსფორმაციის გეგმა, რომელიც მისივე აზრით აღარ უნდა დარჩეს უბრალოდ ერთიან პარტიად, არამედ იქცეს სამოქალაქო მოძრაობის ტიპის ორგანიზაციად. მისი თქმით, უნდა შეიცვალოს საპარლამენტო ფრაქციის მართვისა თუ მოწყობის პრინციპები, რათა ზაფხულის ბოლოსთვის, როცა მისი შეფასებით ახალი პოლიტიკური ლანდშაფტი ჩამოყალიბდება, გუნდი მზად იყოს. რაც შეეხება კონსერვატიული იდეოლოგიის გლობალურ პერსპექტივას, მან თქვა, რომ რაც დრო გავა, მით უფრო გაღრმავდება პატრიოტების ბრძოლა ბრიუსელის მსგავს გლობალისტურ ძალებთან და კიდევ უფრო ნათელი იქნება
განსხვავება ომსა და მშვიდობას შორის. ბევრი ახალი მოძრაობა დაიბადება. ყოველ შემთხვევაში ამის იმედი მაქვს. ჯერა ამ პროცესში უამრავი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ნაციონალურ პატრიოტული სამყაროა და ასეთად უნდა დარჩეს. აღარ არსებობს არც მარცხენა მხარე და არც მარჯვენა. ეს ტრადიციული პოლიტიკური კატეგორიები არსებითად დაშრა. მზემ ისინი გამოაშრო. წინსვლა პატრიოტების გზაა და მომავალი ეროვნულ პოლიტიკას ეკუთვნის. თუ ჩემი საზოგადოება მეტყვის, რომ ახლა შენ უკანა რიგში დაჯექი, ან მეტყვის, რომ საწყობში ინვენტარი უნდა ვუზიდო იმ გუნდს, რომელიც მჯერა რომ აუცილებლად გაიმარჯვებს, მაშინ მე ამას დაუფიქრებლად გავაკეთებ. მოკლედ, ასეთი საინტერესო ინტერვიუ. უпроსტად ახსარება გამოუვიდა ვიქტორ ორბანს. თითქოს ეს იყო ერთგვარი გამომშვიდობება, პოლიტიკური სცენიდან გასვლა. თუმცა მისი კვალი კიდევ დიდხანს დაეტყობა ქვეყანას. პეტერ მადიერს წინ ურთულესი პერიოდი ელის. მას წინამორბედის უწვრილესი ძაფით ნაკსოვის სისტემის მოშლა მოუწევს. აი, გამოუვა თუ არა, ეს მეორე საქმეა.